მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა მორიელებისთვის. როგორი იქნება ნოემბერი მორიელებისთვის? ეს ხომ თქვენი თვია გილოცავთ დაბადების დღეს, დაიწყო თქვენი პერიოდი. მას ასე ვნახოთ რა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ტენდენციები იქნება ნოემბერში მორიელებისთვის. ძირითადი საკითხი არის ჯანმრთელობა, ფინანსები და პირადი ურთიერთობები და მას დავიწყოთ. რა ხდება ნოემბერში მორიელებისთვის? კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დაბადების დღეს. ნოემბერი მორიელებისთვის საკმაოდ დიდი ხანია დაახლოებით 2 წელიწადი შემიძლია განვიხილო აუდიტორია ძალიან დიდია და რამოდენიმე ვარიანტი უნდა ჩაგვეთვალოთ ჩემო ძვირფესებო. პირად ურთიერთობებში უზარმაზარი კითხვის ნიშნები, ძალიან დიდი სიბნელე, ესე შემიძლია გითხრათ ქაოსი. კითხვის ნიშნები, რაზეც პასუხები საკმაოდ დიდი ხანია არ გაქვთ. თითქოს საქანელაზე ტრიალებთ. ეს ენერგიები, აი წასულმოსული ენერგიები უარყოფით დადებით ერთმანეთს რადიკალურად ცვლის. აი ნახეთ რაღაცა ტალღებივით არის სულ. აქ პირად ურთიერთობებში კმაყოფილება ვერა და ვერ მოიპოვეთ. ბევრ თქვენთაგანთან რასაკვირველია. გატრიალებული პარტნიორი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ეგო აქვს ჩემო ძვირფესებო, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები. რაც არ უნდა შესთავაზოთ ამ ურთიერთობაში, რა ნაბიჯებით არ უნდა გადადგათ ჩემო ძვირფესებო, სამწუხაროდ აქ გამოსავალი უკვე ძალიან რთული ხდება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია ამ დაბალ ვიბრაციებში ვყოფებით, განსაკუთრებით შემიძლია განვიხილო, სადაც ქორწინებაა და სადაც ძალიან მნიშვნელოვანი დიდი ხნის ურთიერთობები არ ვიძახი 2 დღის და 3 დღის ურთიერთობებზე. ჩემო ძვირფესებო. აქ არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ მაგით ხდებოდეს რაიმე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედება თქვენზე. ვისთანაც არ არის პარტნიორი, იქ მინდა განვიხილო, რა მოხდება, ვისთანაც არ არის პარტნიორი ნოემბრის თქვენში ღმერთო. შეხედეთ, აი უბრალოდ შეხედეთ. ძალიან ბევრი წინსვლები განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში ჩემო ძვირფესებო. ეს თქვენ თვითონ ხართ დასების მეფე, ეს ამ პრინცი ყოველ შემთხვევაში წყლის ნიშნებს აღენიშნება. ფორტუნა იწყებს თქვენს მხარეს ტრიალს ჩემო ძვირფესებო. პირად ურთიერთობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი შანსები, ვისთანაც არ არის პარტნიორი და არ არის პირადი ურთიერთობები, იქ ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ურთიერთობები დაიწყოთ. საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ სამყაროც გიქმნით, თითქოს აი ყველანაირი ენერგია გეხმარებათ იმისთვის, რომ თქვენსკენ წარმოვიდეს გულწრფელი ემოციებიც, მნიშვნელოვანი ურთიერთობებიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფინანსებს, აქ შემიძლია განვიხილო მარკანებით, რომ ძალიან ბევრ თქვენთაგანს ფინანსურ საკითხებში გაუმართლებთ. საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა საუბარი, შესაძლებელია ლატარიაში კი მოიგოთ, ამიტომ აუცილებლად 10 რიცხვი ძალიან კარგია, 7 და 10 რიცხვი და იყიდეთ საოჯახო ლატარია, რა იცით რა ხდება. იმიტომ რომ აქ სოლიდური თანხების სიხარულია ჩემო ძვირფესებო და სამყარო თითქოს საჩუქარს გიგზავნით. ვისაც სამსახური არ არის აქტუალური და არ მუშაობთ უბრალოდ და ელოდებით რაღაცა ნაბიჯებს, აუცილებლად მოგეცემათ საკმაოდ კარგი შანსი, ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს შანსი. შესაძლებელია პირველი ეტაპისთვის არ დაკმაყოფილდეთ მოცემული პირობებით, მაგრამ იცოდეთ, რომ საომავლოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განვითარებული პერსპექტივებია იმისთვის, რომ სოლიდური თანხები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა ხდება ფინანსურ საკითხებში? ვინც კრიზისში იყავით, აი აუცილებლად გამოდიხართ ამ კრიზისიდან ჩემო ძვირფესებო, იხსნება ახალი რესურსები, ახალი ჰორიზონტები, ნამდვილად იქიდან საიდანაც არ ელოდებით ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლები. თუ ახალ ბიზნესს იწყებთ, დამერწმუნეთ, რომ საკმაოდ კარგი განვითარება ექნება ამას, მაგრამ 7-8 თვის ტენდენცია არის საჭირო. ამისთვის თუ აი ყოყმანობდით და აკვირდებოდით, გადაგეწყვეტათ თუ არ გადაგედგათ ეს ნაბიჯი, რაც შეეხება ბიზნესსა და საქმეს, აუცილებლად შეთანხმებამდე მიხვალთ, რაღაცა მნიშვნელოვანი შეთანხმება უნდა მოხდეს ფინანსებში და კარიერაში ჩემო ძვირფესებო, წინსვლა და წარმატებების ეტაპი დაიწყება, რასაკვირველია, თუმცა ამას რაღაცა გარკვეული პერიოდი ჭირდება აუცილებლად, მაინც 6-7 თვის ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები კარიერის და ფინანსების თვალსაზრისით გარდაუვალია ნოემბერში მორიელებისთვის, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფესებო. მოდით ნახოთ ახლა პირადი ურთიერთობები, სადაც არის კრიზისული პერიოდი, რა ხდება იქ? აი აქ არაჯანსაღი მინჯაჭულობები, ავადმყოფური დამოკიდებულებები ჩემო ძვირფესებო. იშმაკს ენერგია, ეს შეიძლება იყოს აკრძალული ურთიერთობები, შესაძლებელი იყოს ეს მაგიური ჩარევებიც, რასაკვირველია. აი ესეთი ურთიერთობები, სადაც არის ძალიან დაბალი ვიბრაციები, იმიტომ რომ ქურუმის კუდიანი ქალი და იშმაკს ენერგია ზუსტად მაგიურ ზეგავლენებს ნიშნავს. ან უნდა მოხდეს ამ ზეგავლენების მოშორება, ან საბოლოოდ ხდება დასასრული ურთიერთობის. საბოლოო გადაჭრა, რომელსაც უკვე ვერა და ვეღარასოდეს ვეღარ დააბრუნებთ ჩემო ძვირფესებო, ამიტომ ამასაც მიექცეთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ისე მკაფიოდ მაჩვენებს ამ უარყოფით ენერგიებს. ხო, ნუ ვისთანაც არ არის უკვე ვნახეთ, რომ მოდის ჩემო ძვირფესებო. მოდი ვნახოთ ჯანმრთელობის ტენდენციებიც მორიელებისთვის ორიოდი არკანით.
ბავშვებთან დაკავშირებით გავამახვილებ ყურადღებას, ვისაც აქტუალურია, ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის ჩამოთვირფესებო, აი ნახეთ, რაღაცა გადათამაშება უნდა მოხდეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ბავშვებს უკავშირდება, ძალიან დიდი სიხარულის ენერგია, რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, წარმატებული პერიოდი თქვენი შვილებისთვის, ვისაც ეს აქტუალურია, განსაკუთრებით ბიჭები, არ ვიცი რა წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ ამას ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოაქვს თქვენთვის. კარგით, კიდევ ნახოთ რა ხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ ვინმე გადიოდეთ მძიმე პერიოდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გამოჯანმრთელების უზარმაზარი ალბათობაა, ძალიან დიდი სიხარულის ენერგია. თქვენთან მე ჯანმრთელობის პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ სახლში აქ არის ქალის ავადმყოფობა. საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად, აქ შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც მოხდეს, ის კონკრეტულად თქვენი არ არის, მაგრამ ოჯახის წევრი აუცილებლად არის ამ ენერგიებში და თქვენი დახმარება დაჭირდება. ყველაფერი იდეალურად ჩაივლის, რაც არ უნდა მოხდეს. ნახეთ, ეს ქირურგიული ჩარევაც რომ იყოს, არ შეგეშინდეთ. ყველაფერი იდეალურად ჩაივლის, თუმცა ყურადღება არის აუცილებლად მისაქცევი. რაც შეეხება თქვენს მენტალურ დონეს, ძალიან აგრესიული ენერგიები მოდის, ცოტა დამშვიდდით. ნახეთ, ფიქრობთ ნეგატიური ენერგიებით, იხვევთ გონებას და თავს. პირიქით, მოეშვით, ცოტა მოდუნდით. ნახეთ, აქ არის დღესასწაულის არკანი. განთავისუფლდით ამ ენერგიებისგან. მოდის უზარმაზარი ძალა და ენერგია იმისთვის, რომ აი ამ უარყოფითი ენერგიებიდან თავი დააღწიოთ შემოძვრფესებო. ამიტომ რაღაცნაირად საკუთარ თავსაც ხელი შეუწყეთ, როგორც თუნდაც წმენის რიტუალებით, თუნდაც აი ენერგიայի შესძახეთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. საკმაოდ გარდამტეხითია თქვენთვის, კი ბატონო, იმიტომ რომ ახლა იწყება თქვენი ეტაპი, აქ ვისთანაც არ არის პირადი ურთიერთობები, დამერწმუნეთ, რომ უზარმაზარი სიყვარულის ენერგია მოდის, ადამიანი, რომელიც ღირსეული პარტნიორი იქნება თქვენთვის და რომლისთვისაც თქვენ იქნებით იმპერატრიცა, მთავარი ქალი, იდეალი. ან პირიქით, ნახეთ, თუ ქალები მიყურებთ, მამაკაცი მოდის ძალიან მნიშვნელოვანი, ან კიდე მამაკაცებისთვის ქალი მოდის იმპერატრიცა თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც უზარმაზარი ემოცია მოაქვს. მოკლედ, აი ნახეთ, იხურება თქვენი ერთი ციკლი და გადადიხართ ახალ ეტაპზე. თქვენ დაბადების დღესთან ერთად მოდის აი იმ ფუნდამენტური ნგრევების შემდეგ, რასაკვირველია მოდის სიყვარული და ოჯახის იდილიაც. აქ თუ ვინმე ოჯახის შექმნას ფიქრობს, დრო მოვიდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ შემოძვრფესებო. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ. დროებით მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიხარხართ. არ დაგაუწყდეთ, გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ. მადლობა. დროებით.